ჩვენ ახლახანს დავასრულეთ ძალიან საინტერესო ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ საქართველო და ირანი, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს ერთმანეთთან ურთიერთობის, დღეს ძალიან მნიშვნელოვნად საჭიროებენ ერთმანეთს. იმ დროს, როდესაც ჩვენ სამეზობლოში ვითარება თულდება, როდესაც დაპირისპირების ხარისხი იზრდება, როდესაც ძალადობა, ტერორიზმი ხდება სულ უფრო და უფრო დიდი საფრთხის შემცველი, ჩვენ ორმა ქვეყანამ უნდა მოვახერხოთ პირიქით პროცესს დაუძოთ სათავე, მეტი თანამშრომლობა, მეტი ურთიერთობა, მეტი ურთიერთსაყრელი პროექტების გამოძება. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ საინტერესო საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა სრულიად ახალ მასშტაბურ პროექტებს დაუდოს სათავე, რომლითაც ისარგებლებს არა მხოლოდ ირანელი და ქართველი ხალხი, არამედ მთელი რეგიონი. თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, ტრანსპორტის სფეროში, ბიზნესის სხვა სექტორებში, წყლის საკითხებში, წყლის მოპარაგება, უზრუნველყოფა, ყველაფერი, ყველა ეს თემა არის საკმაოდ პერსპექტიული და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობაზე შევთანხმდით. ჩვენი კოლეგებისგან ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ ძალიან მყარი დაპირება იმის თაობაზე, რომ ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხებში არსებული პოზიცია ეს არის მყარი და სტაბილური პოზიცია, ირანი მხარს უჭერდა ერთიანი საქართველოს და ასევე გააგრძელებს მომავალში. ჩვენ შევთანხმდით იმაზეც, რომ უშუალოდ საპარლამენტო ინსტრუმენტები იქნება ამ მიმართულებით მეტად გამოყენებული, კომიტეტებს შორის თანამშრომლობა, მეგობრობის ჯგუფები უფრო ხშირად შეხვდებიან და პოლიტიკურ დონეზე ჩვენ მოვამზადებთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის ნიადაგს საომავლოდ. დიდი მადლობა.